არტემისის პროგრამის ფარგლებში მთვარის ზედაპირზე ადამიანებს NASA 2025 წელს გაგზავნის. კოსმოსურ სააგენტოს იმედი აქვს, რომ მთვარეზე ადამიანთა ხანგრძლივად ყოფნისთვის საჭირო ბაზას შექმნის, რომელიც ერთგვარი ტრამპლინი გახდება მარსზე მოგზაურობისთვის. ასტრონავტები მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში დაეშვებიან. ერთ-ერთი მათგანი ქალი უნდა იყოს, რომელიც ერთ კოლეგასთან ერთად მთვარის ზედაპირზე დაახლოებით 6 დღეს გაატარებს. ამ დროის განმავლობაში ისინი დედამიწის თანამგზავრის გრუნტზე გაივლიან და მეცნიერულ დაკვირვებებს განახორციელებენ. დანარჩენი 2 ასტრონავტი ორიონში დარჩება. ეკიპაჟის შესვლამდე იქ საჭირო ტექნიკა გაიგზავნება, როგორიც მთვარემავალია, რომელიც მათ უკვე ადგილზე დახვდებათ. პარალელურად მთვარის ორბიტაზე სპეციალური კოსმოსური სადგურის სახელად Lunar Gateway დაეშვება, რომელიც მზის ენერგიაზე მომუშავე საკომუნიკაციო ჰაბის, სამეცნიერო ლაბორატორიისა და ასტრონავტთა საცხოვრებელი მოდულის ფუნქციას შეასრულებს. მისიების არტემის 4-სა და არტემის 5-ის ფარგლებში კი 2027-28 წლებში სადგურს ახალ მოდულებს მიუერთებენ. ამ ყველაფრით კაცობრიობის მიერ კოსმოსის კვლევის ახალი ფანჯარა გაიხსნება. მთვარის ათვისება და გვეხმარება უფრო შორეული მოგზაურობებისთვის მოვემზადოთ, რადგან შემდეგი გაჩერება მარსია. ადრე თუ გვიან კაცობრიობა მრავალპლანეტური ცივილიზაცია გახდება და მარსი იქნება პირველი პლანეტა დედამიწის გარდა, რომელზეც ადამიანი ფეხს დადგამს. თუ რა თქმა უნდა, რომელიმე გიგანტი ქვეყნის კომპლექსებიანი მმართველის დაუოკებელი ამბიციებით შეპყრობილ ცხელ თავში კაცობრიობის განადგურების ატომური გეგმა არ მოიხარშა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.